მოგესალმებათ შიდა სამზარეულო, ამჯერად წვიმიან ბათუმში მომიწია ჩამოსვლა. დავით. აბრევიატურა გახლავთ. ბაო და იშიფრება ბექა სახდენილი ოცნება. გთხოვთ გიყვარდეთ ბექა კონსელიძე. გადავინაცვლებთ სამზარეულოში, მაგრამ სანამ გადავინაცვლებთ, ცოტა ხანი მაფიქრეთ, მოვიფიქრო. ფოტოშორს მე პირველად სინჯო. აქამდე არ გამისინჯავს არასოდეს. ჩემთვის ოდნავ ცხარეა ძალიან. მართლა? ჩემთვის უფრო მჟავეა ვიდრე ცხარე. ოჰოჰო. კარგად გიმუშავეთ. აი, ეს თქვენი გაკეთებულია, სანამ გვეთქვით. პირობა უნდა დადოთ, რომ თბილისში სადაც დამკვიდრდებით, უნდა გახსნათ სუში ბარი იმდენად კარგია, აღარ მართლა. თუ მოგეწონათ, დამირეკეთ, ჩამოვალ და გაგიკეთებთ. მინდა ძალიან მოუხდა. მოგესალმებათ შიდა სამზარეულო, ამჯერად წვიმიან ბათუმში მომიწია ჩამოსვლა. თემა საერთოდ რომ ბათუმში ხშირად მიწევს ჩამოსვლა, მე ძალიან მახარებს ალბათ ჩემს აყურებელსაც. დღეს ბათუმში ვიმყოფები 26 მაისის ქუჩაზე, 29 ნომერში, სადაც მდებარეობს ეს კოხტა კვებითი ორგანიზაცია სახელწოდებით BAO. აბრევიატურა ეს და რას ნიშნავს ამას რომ შევალთ და აკაურობის მასპინძელს რო გაგაცნობთ, რომელიც ასევე მზარეულობასაც წევს და კერძების მომზადებას ეხერხება. ამ ყველაფერს თანდათანობით მოგახსენებთ. ეხლა კი სტუმრების შესახებ რა თქმა უნდა გეტყვით. დღეს მეყოლებიან მანდილოსნები, რაც ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ვერც კი ვიხსენებ შიდა სამზარეულოს, სადაც ორივე სტუმარი მანდილოსანი იყო. დღეს ასეთი გადაცემა იქნება. კერძოდ აკაური ბათუმელი კლინტოკერი ანკა გაბელაია, როგორ იყო თაგერუცებ ლინკსაც დაგახვედრებ და მისი მეგობარი თათა შოთაძე. ანკას და თათას ბაოში მომზადებთ, სპეციალიზირდება აკაურობა აზიურზეც, იტალიურზეც, ანუ პიცებია, ბურგერებია, აზიურიდან შესაბამისად ატრიები, წვნიანები, სუშები. აზიურ ხასიათზე ვარ. დავი ნახოთ ახლა, შევიდეთ, გავიცნოთ. აკაურობის მასპინძელი და ერთად შევთანხმდებით. რომელ კერძს გააკეთებთ თქვენი მონამორჩილი და რომელს აკაურობის მეპატრონე და შეფი. დავით. როგორც შეგვირდით, წარმოგიდგენთ აკაურობის მფლობელს, ბატონ პატრონს, ასევე შეთავსებით შემზარეულსაც, თავისი ხელით რო ამზადებს კერძებს. გთხოვთ გიყვარდეთ ბექა კონცელიძე და ახლა შევეცდებით მე და ბექა ბატონი ვასიამოვნოთ ჩვენ სტუმრებს. დღეს აქ რომ მოვდიოდი წინასწარ ხო ვიცოდი რომ ძალიან მრავალფეროვანი მენიუ წარმოდგენილი აქვს და რაღაცნაირად აზიურ ხასიათზე ვარ მეთქი ვთქვი და რა შენ როგორ უყურებ ამ ყველაფერს? რა მე ვფიქრობდი რომ მაგალითად ასე დროს ისე დავიწყებდი ან ატრიით, იმიტომ რომ ბაურო გაჩნდა, დავიწყებ ისიც. მე დავამატეთ ატრია და თუ აზიურ ხასიათზე ხარ, იყოს ატრია მაშინ. ატრია. დავასინჯოთ ატრია. აზიური მიმართულებით თუ წავედით ალბათ რამე ერთი აზიური წვნიანი, ერთი რა ყველაზე ცნობილი რაც თავში მოგივიდათ ეხლა რომ გაიგონებთ სიტყვა აზიური წვნიანი, ტომიამი გავაკეთოთ და სუში ალბათ, ხო? სუშის. ხო, სუში კი რა. განსაკუთრებული სეტი სტუმრებისთვის. კი, შევარჩიოთ მაგალითად ერთი ორი ცივი როლი, ცხელი როლიც და ერთი, რავი, ჩემთვის საყვარელი როლი არა, სენდვიჩია, სუშის რა, ცხელში გადის
შემწვარი ორაგულის სენდვიჩი მინდა რომ ოჰოჰო. მაგით მინდა რომ გადავრიგო. პური არ მონაწილეობს, ხო? არა, ბრინჯი იქნება, ნორჩი შეხვეული და ვაუ, მაგარი საინტერესო. უცებ მომინდა, მაგრამ მაგისკენ ვერ გავიწევი, ხე ეგ შენი საავტოროა. სუშებში რო გითხრა ერთხელ მაქვს გაკეთებული, ის გადახვევა და გავაკუთხედება მასწავლეს როგორ უნდა, მაგრამ უნდა ვიწვალო. არ მინდა რომ ადვილად მივხვდნენ ჩვენი სტუმრები ვინ რა გააკეთა. ამიტომ სუში და შენი ნაქები, რომელსაც აუცილებლად გაგისინჯავ, სენდვიჩი ორაგულის მოდი შენ გააკეთე. ტომიამს ავიღებ მე და რაღაცა კლასიკურად აქ როგორც მიირთმევენ და სერვირება როგორც არის, ცოტა რაღაცა პატარა ცვლილებებს შევიტან. თუ თანახმახარ ესე გავინაწილოთ ჩვენი ფუნქციები და გადავინაცვლებთ სამზარეულოში, მაგრამ სანამ გადავინაცვლებთ, ცოტა ხანი მაფიქრეთ, მოვიფიქრო როგორი ვერსიის ტომიამი იქნება ჩემსკენ. რაც შეეხება ბექას, კლასიკურად მიყვება, როგორც ყოველდღე მიირთმევენ აქ სტუმრები, ისე მოუმზადეს ატრიასაც და სუშის სეტსაც. დიდი ხნის ფიქრი არ დამჭირვებია, თუ რას შეუმატებ კლასიკურ ტომიამს, ბაოში, როგორც მიირთმევენ ამ კერძს, ისე მართლა ბაოსთან დაკავშირებით გეტყვით, აბრევიატურა გახლავთ. ბაო და იშიფრება ბექას ახდენილი ოცნება. ესეთი ორიგინალური სახელი ქვია აქაურობას. ბაოში როგორც კეთდება იმ ტომიამს, ჩემი მხრიდან დავუმატებ მოწალულ ბადრიჯანს, მინი სიმინდის მარინადის სიმინდებს, დავჭრი წვრილად, სოკო ქამა ალბათ. ამ ყველაფერს ხახვთან ერთად წინასწარ სწრაფ ცეცხლზე, ცხარე ცეცხლზე მოვწალავ. დანარჩენი ტომიამის соуსში მე ამ ყველაფერს გავაზავებთ, ქოქოსის რძე შესაბამისად და მოსართავად მოვიკითხე და აქ ქინძს არ ხმარობენ და ძალიან უხდება სხვათა შორის ქინძით მოვრთავ. ასევე თუ თვითონ ბაზა соуსი რაც არის ტომიამის იქ სიმჟავე არ იქნა ჩემთვის დამაკმაყოფილებელი, სიმჟავის სახით დავუმატებ ლაიმის წვენს, ბოლოში მოვაწურა, უკვე ყველაფერი რომ მზად იქნება და თუ სიცხარეც გასაზრდელი იქნება, სიცხარეს გავზდი ჩვეულებრივი ჩვენი ესეთი შიშხათი მწვანე წიწაკით. ესეთი გადაწყვეტილება მაქვს საბრძოლო ამუნიციას ანუ ზარეულის კითხვას გადავიცნობ და შევხვდებით სამზარეულოში. ეს ჩვენ სტუმრებს მე მომზადებ ყველასთვის ცნობილ, ყველაზე საყვარელ აზიურ კერძს, ასე ვთქვათ, ატრიას, მაგალითად ქათმის ხორცით. ჩვენთან ყველაზე მოთხოვნადი ეგაა და მგონია რომ ძალიან მოეწონებათ და თუ აზიური კერძები და აზიური სამზარეულო უყვართ, შეუყვარდებათ ჩვენი ატრია. ასევე მეორე კერძი, მინდა რომ გავასინჯო ყველასთვის საყვარელი კლასიკური ფილადელფია. ფილადელფიას მომზადებ ორნაირად, ანუ ერთს მომზადებ ხიზილალით, მეორე იქნება ჩვეულებრივი კლასიკური, გავყოფ როლებს. ასევე ვფიქრობ, რომ ჩვენი საფირმო ბაო სპეშალ როლი იქნება მათთვის ყველაზე განსხვავებული სუშის როლები, რაც კი ოდესმე გავუსინჯავთ რა, იმიტომ რომ რაღაც ჩვენი ისეთი ნიუანსები გვაქვს შიგნით, აი მაგალითად მწვანე ვაშლი და კიდე რაღაცეებს ისე ვამატებთ, რომ სასწაულ გემოზე მიყავს როლები. ასევე უნდა გავაკეთო ცხელი როლი, ისევ ბაოს საფირმო სპეშალ ბაოს როლი, ოღონდ ცხელი და ვფიქრობ, რომ ძალიან მოეწონებათ, იმიტომ რომ ესეც განსაკუთრებულია სამი სახეობის თევზი იქნება, ესე იგი გველთევზა იქნება, თინუსის თევზი იქნება შიგნით, რა თქმა უნდა ორაგული იქნება, კრემყველი და მწვანე ვაშლი. მაგ როლს ვამატებთ წითელ ტობიკოს და შავ ტობიკოს. ვფიქრობ, რომ ძალიან მოეწონებათ ეს როლიც. როგორც ასეთი სუშის ცხელი ორაგულის სენდვიჩი, არ ვიცი რა, უბრალოდ რა გემოაქვს, ენით ვერ აღწერ რა, უნდა გასინჯო. მაგის გასინჯვის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომც არ გიყვარდეს არც ცხელი როლები, არც ცივი როლები, ალბათ სიგიჟემდე შეგიყვარდება რა. ორაგულის სენდვიჩს ვამზადებთ, ნორზე გავყავს ბრინჯი, ვამატებთ კრემყველს ენ რაოდენობით. ძალიან უხდება ჩემი აზრით კიტრი, კიტრის გარეშე არ ექნება, რა ვითარი ისეთი განსხვავებული გემო. ასევე ორაგულს ვამატებთ შიგნით, ოღონდ რა თქმა უნდა ტერიაკში და
ჩვენ საფირმო რაღაც соуსში შემწვარს და მომზადებულს. წვავთ შემდეგ ტემპურაში და პანკოში ამოვლებულს და ზევიდან უნდა დავაცხათ აუცილებლად ცოტა ცხარე соуსი, ანუ სპაის соуსი, რომელიც ასევე ბევრს აქვს, მაგრამ ჩვენებული განსხვავებული ჩვენი გემოებით გვაქვს რა. მაგ რეცეპტს ოღონდ ვერ გაგინდობთ და ასევე დავამატებთ ტერიაკს, იმიტომ რომ ძალიან მოთხოვნადია, ძალიან საყვარელი გემოები აქვს ტერიაკის соуს და ეს სპაის соуსი და ტერიაკის соуსი რაღაც არაამქვეყნიურ გემოს აძლევს ჩვენს ცხელი ორაგულის სენდვიჩს. დარწმუნებული ვარ, რომ სტუმრები, შონზო და ვისაც კი არ გაუსინჯავს, სანამ გასინჯავს, რომ დაინახავს, გაგიждდება რა, ისეთი გემო იქნება. გვირდებით ყველას, თუ მოხვალთ და ჩვენთან დააგემოვნებთ სენდვიჩს, ალბათ არსად აღარ გასინჯავთ და არ გექნებათ სურვილი, რომ სხვაგან გასინჯოთ სუშის ან ცხელი ან ცივი როლი რა. მადლობა. მამაზად კი გამარჯობა. ორივე ერთნაირია მგონი. სუნი ძალიან. ვიზუალი ერთნაირი აქვს. სუნი უკვე ვიცნობა შორიდანაც. მადლობა. ხახუ დიდად არ მიყვარს. ძალიან გემრიელი ხო? ძალიან. მადლობა. და თვითონ ნუდლსიც ძალიან კარგად არის მომხდარა. სველიც არ არის ძალიან. ანუ соусიც ძალიან არ არის დატვირთული. ძალიან გემრიელია. ძალიან. ანუ უბრალოდ ხაბოს მე მაინტერესებს ძალიან. იცი რა მომეწონა?
სტაფილოს გემო, ამ ძალიან ფრეშია. და ძალიან კრატონაა. და соуსი არის ძალიან გემრიელი. შენ როგორ გქონია ეს გაკეთებული იქნება? ალბათ შეფს. ნახოთ აბა სხვები. ეხანი არ მიჭამია ესეთი მე გემრიელი. ცოტა შორის. ხორციც ძალიან კაია. აი როგორც იციან ხოლმე. ხორცი რო არ არის ერთი ან ორი ნაჯერი, ეგრე არ არის. ძალიან კარგად არის ხორცის ბალანსიც. აი ნუდლსი არის იდეალურად მომზადებული ის უბრალოდ ისე მე რომ მოხდეს. მე იცი რა მომეწონა? ან ნახე ძალიან სველი არ არის, ანუ соуსით არ არის, ძალიან გაჟღენთილი რა. და აი მოსწნეული ხორცი, ყველაფერი ძალიან დაბალანსებული და მომეწონა ძალიან. მადლობა. ოპა. თოთი შორს მე პირველად სინჯავ. აქამდე არ გამისინჯავს არასოდეს ის პეტრესი მიდები რას უყარ. კაია. მართლა. ნახე საკუთი არის. როგორია? ძალიან კარგადაა კრევეტი მომზადებული. ზოგან არის ხოლმე რომ ხო. ძალიან გადახარშულია და ნუ სხვა შორს რა არის? მე რა ხომ აკრდება ნელ-ნელა. ძალიან კარგად არის გემოები. სიმჟავე სიცხარე. ყველაფერი ძალიან კარგად მოდის. ჩემთვის ოდნავ ცხარეა ძალიან. მართლა? არა, მე მომწონს. ჩემთვის უფრო მჟავეა ვიდრე ცხარე, ანუ სიმჟავე უფრო ინტენსიურია ჩემი აზრით. მაგრამ აი კერძის ავთენტურობა მე არ ვიცი, იმიტომ რომ პირველად სიმჯავდა. მგონი მე უფრო არა ობიექტური ვიქნები ამ შემთხვევაში. მე მგონი არა, ეს შეფის მომზადებული არ არის. მეც ეგრე მგონია რაღაც. და სიმინდიც არის ძალიან გემრიელი. კი, ძალიან მომწონა სიმინდიც. და კრევეტიც კარგად არის. კრევეტები და ბოსტნეული არის ძალიან კარგად მომზადებული. ყველაზე მეტად სუში მეინტერესებს. მეც, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ჩემი მიდამე. აზრით რომელია ჩვენთვის გაკეთებული. გოგო არ ვიცი, მოდი ესეც ვჭამ. Čavas. Es Philadelphia Silali. Es Philadelphia klasიკური. Bao special roli sivი. ცხელი bao special roli ცხელი და sandwich ორაგული sensuali. სამაღარია ცხელი. კასინჯაფტა. აი სენდვიჩი თან მოხს, მაჭამი არასოდეს და. ჯერგოს. მე მაგ. მადლობა. მადლობა ძალიან. მადლობა. მადლობა. კაიჯერ ესეც გავსინჯოთ მაშინ და ხო, ესეც გავფიქსიროთ გავფიქსიროთ. ჩვენი აზრი. ეს იმდენ ლამაზია რა. არ მინდა რომ დავშალოთ. მადლობა. ჯერგოს. ყველას ძალიან მაინტერესებს სენდვიჩი, იმიტომ რომ ეს ყველა მიჭამია ძალიან ბევრჯერ გამისინჯავს და აი ეს არასოდეს და. აუ, როგორი კრისპია? შენი. აქ გავიგე ხმა. მგონი უნდა ჩამოვიდეს. ძალიან კაია. ძალიან ძალიან დიდია. ძალიან გემრიელია. პირველად ჩამ ესეთ გემრიელს ხომ მართლა. ეს ბათუმში რო ვართ, იმიტოა თევზი ესეთ გემრიელი. ეს როლი მაინტერესებს ძალიან. ეგ ფილადელფია, ხო? კანკე. ოჯერ ალამაზია ნახე. ფერები. სერვირებად შანტია. ეს თუ შანზამ გააკეთა. მოვთხოვოთ რომ სუში გონია ბარი რა? გახსნას. არა, ეს გონია არ რა მგონი, გააკეთა? ანუ ეს თუ გააკეთა, არავი. ანუ უეჭველი უნდა გახსნას სუში ბარი, იმდენად გემრიელია. მე მგონია რა ეს შეფის გაკეთებული მე უნდა მგონია რომ იყოს. ტომიამი გააკეთა. მეც ეგრე მგონია. მაგრამ ტომიამიც ძალიან გემრიელი კი, იყო. ძალიან გემრიელი იყო მეც მომწონს. ეგეც კარგია, მაგრამ მე ყოველს ძალიან ის მომეწონა საფირმა. მადლობა. მოდი სენდვიჩიც ნახოთ და. Cheers. ხოთა ხამის ხმები. არა, ძალიან კრისპია გარედან. უნდა კონტესტ ესეთ.
ძალიან მიერია. ყველაზე მეტად მე მიყვარს შემწვარი. იმდენად ლამაზი იყო, რომ არ მიდოდა რომ დამეშალა. ბოლოს რაც გავსინჯეთ, იყო აი ძალიან იდეალური. ოღონდ მართლა და ბოლო ვერ მგონია შონძას, ну თუ ეს მან გააკეთა. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო სტუმრებო. გამარჯობა. გამარჯობა. ოჰოჰო. კარგად გიმუშავეთ. მადლობას გიხდით პირველ რიგში, რომ დამთანხმდით სტუმრობაზე. თქვენ მადლობა. და ორ კითხვას დაგისვამ ცულ, ბევრს თავს არ შეგაწყებთ. პირველი კითხვა იქნება გასინჯული 3 კატეგორიის კერძებიდან, ატრია, ტომიამი და სუში. როგორ რეიტინგს გააკეთებთ, რომელი ჯობდა რომლის? პირველი, მეორე, მესამე ადგილი მითხარით თითოეული თქვენთან. ვერსია. ჩემთვის მე როლები ძალიან მიყვარს და პირველ ადგილზე იქნება როლები, მეორეზე ატრია და მესამეზე ტომიამი. სენდვიჩზე, ორაგული სენდვიჩზე რას? როგორი? კი, სენდვიჩი ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ შემწვარი ზოგადად ძალიან მიყვარს, აი გარედანაც აქ ნორი და ეს კი. ძალიან მომეწონა ეგ. მოვისმინოთ ახლა შენი ვერსია. ხო, ზოგადად ჩვენ გემოვნება ძალიან ემთხვევა ახლა კერძებშიც და ემთხვევა, აი ჩვენი რეიტინგი ზუსტად იგივეა რა, აი ჩემთვისაც მე ძალიან ბევრჯერ გამისინჯავს და ბევრ ადგილას გამისინჯავს სუშიც როლი ყველანაირი მიჭამია და ძალიან მიყვარს. და აქაც ჩემთვის ფავორიტი არის სუში. ნუ შემდეგ ატრიაც ბევრგან მიჭამია და ბევრჯერ და ძალიან მიყვარს. თუმცა სუშის ნამდვილად ვერ ჯობდა. გემრიელესი იყო ატრია, მაგრამ სუში ძალიან მომეწონა და ბოლოს ტომიამი. უბრალოდ აი ძალიან ობიექტური ვერ ვიქნები ტომიამის შეფასებაში, იმიტომ რომ პირველად გავსინჯე. მომეწონა სხვათა შორის, აი რაღაცა არ ვიცი ზაფხულთან მე რაღაც გამიშთა ასოციაცია რომ ძალიან უხდება, ან შეიძლება მართლაც უხდება, მაგრამ აი რაღაც ეს ცინცხალი გემოები ქონდა ძალიან რა. ფრეშიც იყო. კი, აი ფრეშიც იყო, რაღაცა სიცხარე, ჩემთვის არ ქონდა, ჩემთვის ძალიან კარგი იყო, სიგჟავეც. ან მომეწონა, აი ჩემი რეიტინგი ეგეთია, სუში, ატრია და ბოლოს ტომიამი. ჩვენი რეიტინგია. ერთი მეორეს ჯობია მეც გეთანხმებით, დაგემოვნება რაღაცების მოსწარი, სანამ აქ გადავწყვეტ ის ამზარეულოში შესვლას, ყველაფერი ძალიან მომეწონა მეც ბოლოს. ახლა მეორე და მთავარი შეკითხვა, რომლის გამოც ჩემი გაკეთებული ერთ-ერთი კერძი ან მოხვდება აქაურობის მენიუში, ან არ მოხვდება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თქვენ შეთანხმდებით თუ არა, ერთ აზრზე იქნებით თუ არა და მე თქვენ თუ ერთ აზრზე იქნებით, ის დაემთხვევა თუ არა ჩემს გაკეთებულ კერძს. მას ასე რომელი იქნებოდა ამ 3 კერძიდან ჩემი გაკეთებული? ჯერ ხო რა და მოც ტომიამი ვიფიქრე რომ თქვენი გაკეთებული იქნებოდა. ან შეიძლება გვაბნევენ, იცი? აი რაღაცა ტომიამი, მაგრამ ეხლა რაღაცა უხდება. უხდება კოკა-კოლას. ესე იგი ვერსია ტომიამი. კი. ასევე თქვენი ვერსია. ტომიამი მგონია ხო მეც რა. მაგრამ ეხლა რაღაცა ტომიამი გადავიფიქრე, იმიტომ რომ ეს სეტი და სენდვიჩები რაღაცა ძალიან აი ეს თქვენი გაკეთებულია, სანამ გვეთქვის. პირობა უნდა დადოთ, რომ თბილისში სადაც დამკვიდრდებით, უნდა გახსნათ სუში ბარი იმდენად კარგია, ოღონდ მართლა. ეგ ვსაუბრობდით, რომ აი ძალიან ცოტა არის ჩვენ ქალაქში ესეთი სუშის რესტორანი, სადაც მიხოდა კარგს შეჭამ რა და ძალიან მომეწონა. ეს თუ თქვენია, აი ჯერ პირობა თქვით. სანამ საბოლოო აზრს არ გავიგებ თქვენგან. ვატყობ რომ ისე ორჭოფო. აუ მე ტომიამი მგონია მაინც. ხო, ხოლმე დავაფიქსიროთ შეიძლება. არანაირი პრობლემა არ არის. აი, მე დავასახელებ სეტს. და შენ დავასახელებ მაშინ ტომიამი. ხო, აი აზრი ტომიამი გაიყო. კი, აზრი აქ გაიყო. შესაბამისად თუმცა ცალსახად ტომიამი ძალიან მომეწონა. უბრალოდ აი ეს იმდენად პროფესიონალურად იყო შესრულებული, მაგრამ მე იმდენს ლაპარაკობ ეს რომ თქვენი იყოს შეფასებული. შესაბამისად რახან აზრი გაიყო გოგონებო, გეტყვით რომ შანსები რა თქმა უნდა 0-ის ტოლი გახდათ რომ ჩემი გაკეთებული კერძი მოხვდეს აქაურობის მენიუში, ანუ თქვენი აზრები უნდა დამთხოვოდა და მე კიდე უნდა ამას პლუს მიუხედავად ვიყავით რომ რაზეც შეჯერდით, აზრი ერთი გქონდათ, ის ჩემი გაკეთებული. ასე რახან არ მოხდა. ესე იგი პატარა პაუზა ჭირდება ეგეთ დროს. მე გავაკეთე ტომიამი.
გავაკეთე ჩემეული ვერსია, კლასიკური ტომიამიდან. გავედი იმ მიმართულებით, რომ დავუმატე მოწალული ადრიჯანი, სიმინდის წნილი და კიდე რაღაცები შევცვალე იქ შეძლების დაგვარად. ეს იყო ჩემი ვერსია ტომიამის. თუ მოგეწონათ, დამირეკეთ, ჩამოვალ და გაგიკეთებთ. სიმინდი ძალიან მოუხდა. სიმინდიც კი. სიმინდი ძალიან და აი ადრიჯანი იყო ძალიან უცხო სხვათა შორის. აი თან იცით როგორ იყო, რა აი ძალიან დიდი ხანი ვშელობდით, რომ რა შეიძლება თავიდან სოკო გეგონა, ხო? თავარი კონცეფცია არ დავარღვია, ტომიამი არის ცხარე და მჟავე წვნიანი, ეს ორი ინგრედიენტი ძალიან წინ უნდა იყოს, ბალანსი უნდა დაირღვეს. და ოდნავ მეტი მარილიანობა უნდა გქონდეს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ხმოვანებისთვის. მადლობა რომ მოიწონეთ და ერთ-ერთმა თქვენთაგანმა მაინც გამოიწვიეთ ჩემი. პირველად ტომიამი გოგონა და მე დავაბნიო ჩემ გამო. და გისურვებ წარმატებებს თქვენ საქმიანობაში კიდევ ერთხელ აყურებელს ხოლო გამოიწეროს არხი ეკლები. აუცილებლად. თქვენი მიმართულებითაც თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებითაც აი პატარა ტიტრს გავაკეთებ და იქაც შეიხედეთ. მემშვიდობებით. მადლობა. გადავინაცვლოთ საქმე კარგ ადგილას. კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა. თქვენ